ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია. გინდა პასუხი მაგარის და რაც გინდა ის გააკეთეთ. შეხვედრა შენთან არ აქვს, ვისთანაც აქვს, მას დაგწერა. ჩემს კაბინეტში დაახლოებით 3:15-ზე იქნებოდა ეს კანდიდატურა და ვითხოვდა დახმარებას. იმიტომ რომ არის სოციალურად რამდენიმე დაახლოებით 2 დღის უკან ეს კანდიდატურა ერთხელ უკვე ჩერთან მოსული და თქვა რომ მას შედებოდა დახმარება ვინაიდან თავშესაფარის კალში დარჩენილი და რამდენიმე ინსტანციაში იყო გამგებლებთან, იყო მაჟორიტარებთან და ბოლოს ჩვენთან მოვიდა, როდესაც მე სააგროს თავმჯდომარე და აპარატის უფროსი შეხვდით. არის სოციალურად დაუცველი, აქვს დაბალი ქულები, მაგრამ ვერ იღებს დახმარებას იმის გამო, რომ არ აქვს მუდმივი მისამართი. ეს ქალბატონი ფაქტურად მაშინ ჩვენ მას უთხრათ, რომ ვინაიდან თავზე აწვიდა და გარეთ იმყოფებოდა, თავშესაფარი უნდა მოეძებნა სადღაც, მუდმივი მისამართი ქონიყო და იქნებ კანონთან შესაბამისობაში მოსულიყო ის საბუთები, რაც ჰქონდა და მიიღო მას სოციალური პაკეტი, რითიც გასწორებდა თავის სამწუხაროა არაყოფილდებოდა, რაც გასწორებდა მის ქილეს. ამავე დროს იქნებ დაბრუნებულიყო თავის სამსახურს, როგორღაც პროფესიონალური თავისუფლების ორი წლის უკან ის გაათავისუფლეს და ყველაზე კარგი იქნებოდა თუ მას თავისი სამსახურიც ექნებოდა, მაგრამ გავიდა 2 კვირა ეს კანდიდატური დღეს შემოვიდა ჩემთან პირადად და ითხოვდა ჩემგან 300 ლარის ლარით დახმარებას ფულის კარნადის სახით, რომ მას გაესწრებინა 6 თვის ბენის ქირა და მე ვფიქრობდა საფუძვლიანი ეჭვმა იმისა, თან მას ხელთ ჰქონდა კალამი ვიდეო გადაღებით და საფუძვლიანი ეჭვმა იმისა, რომ ასეთ გაჩერებულ ადამიანებს ვიღენებს ვიღაცა. ვის დაფიქსირება გინდოდათ ხათუნა თათანაშვილის კაბინეტში? უბრალოდ დამეხმარებოდნენ თუ არ დამეხმარებოდნენ და რა თქმა უნდა დახმარებოდნენ ეს მატერიალურად? კი. ანუ ქირის მისვინეთ ბინიდან რომლიდანაც რა ვიცი, აი კასპში ალბათ ერთი ადგილი არ არის, სადაც მე არ გადავსულ ვარ საცხოვრებლად. ანუ თქვენ თვლიდით რომ დახმარების სახით შესაძლებელი იყო თათანაშვილს თქვენთვის ფული გადმოეცა ხელზე? ეხლა ვთვლიდი თუ არა, მე ყოველ შემთხვევაში ვეძებ ამ გამოსავალს, იმიტომ რომ ფაქტიურად მე თათანაშვილი დაგეხმარებოდათ. რატომ უნდა გადაგეღოთ ეს ყველაფერი? არაფერი. საკეთილოდ გამოვიყენებდი და ხათუნას ვეუბნებოდი, რომ მე უეჭველად თქვენ საგაზეთოთ მოგაქცევთ და ძალიან მაპატიეთ, დიდბოდის გიხდით, მაგრამ ძალიან ეჩიცვეს, რასაც ამბობთ თქვენ. და როგორც გამოხატავენ იმას, რომ ესე იგი ეს მოხდა ვიღაცის ზეწოლით, ბოდიშით რა სიტყვაზე და ყველა ორგანიზაციას მე ხიდავაყარე რა. არც მინდა რომ რომელიმეს აღგედა ხმარი იქცე. არსებობს იმის ეჭვი, რომ თქვენ ვიღაცამ ხოვართ? კი, ყველას მე ხიდავაყარე. კაციშვილი არ არის, გაღარიბებული ადამიანის თანდგომი კაციშვილი არ არის. თუმცა ფარული ჩანაწერის გაკეთება მაინც გარკვეულ პრობლემებს შეგიქმნით, ბუნებრივია. ეს ვერ გააცნობიერეთ? ვეღარ გავაცნობიერე, მე იმდენად წყალწადებული ცხოვრებით ვცხოვრობ. მე არანაირი შემოსავალი არ მაქვს და ქირა რითი გადავიხადო, ფაქტიურად გამომიყვანეს ბინიდან და დავრჩი ღიაცის ქვეშ. თათანაშვილი დაკვირდა თქვენ მატერიალურ დახმარებას? რატომ იყავით ასე დარწმუნებული, რომ რაიმე დაფიქსირება შეძლებთ? თათანაშვილმა გულთან მიიტანა ჩემი მდგომარეობა და მითხრა, რომ 300 ლარით დამეხმარებოდნენ და შემდეგ სამსახურით დამასაქმებდნენ და იმის შემდეგ უკვე მისთვის გინდოდათ აი ეს გადაღება თუნდაც რომ დახმარებოდა თათანაშვილი. მისმინეთ 300 ლარით დამეხმარებოდნენ და შემდეგ უკვე მე მოვახერხებდი ამ თანხის გადახდას ჩემი ხელფასით, როცა ესენი სამსახურით დამეხმარებოდნენ და ნეტა გენახათ ჩემი გახარებული სახე. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ძალიან გთხოვთ, აი აგვეცნათ თქვენი არგუმენტი როგორია, რატომ უნდა გადაგეღოთ თუ დაგეხმარებოდათ ხათუნა თათანაშვილი? თათანაშვილი უნდა დახმარებოდათ ეს თავისი პირადი შემოსავლებიდან, პირადი ბიუჯეტიდან თუ ალბათ რა ვიცი ბიუჯეტიდან თუ ბიუჯეტიდან
ნახე ანგარიშორებით ვერ გადაგიხდით. თვითონ რას ფიქრობდნენ, მითხრეს რომ ამას დააყენებენ, ამ საკითხს დააყენებდნენ თათბირზე და უწოლად დამეხმარებოდნენ მე და გახარებული წავედი. მისთვის გჭირდებოდათ აი ეს გადაღებული მასალა. თუ დაგეხმარებოდა თათანაშვილი და ნახე ანგარიშორებით გადაგიხდით თან. მითხრა რომ დამეხმარებოდა, მაგრამ ასეთი დაპირებები ძალიან ბევრი არსებობს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ შემდეგ უკვე კომპრომატი გჭირდებოდა თათანაშვილზე. გინდაც მითხარით, მისმინეთ, გინდაც სანამ ის თათანაშვილთან მოვიდოდი, მივედი ბერიანიძესთან. და ერთ-ერთმა როგორც გავიგე არასამთავრებოს წარმომადგენელი იყო ვინმე ბეჟიტაშვილი. მითხრა რომ ოღონდაც ის ცოტა ხანი მოითმინეს სანამ ამ პრობლემას მოუხებ ბოლოს და თავშესაფარს მოგცემენ და მოდი და მე ერთი თვის თანხას მოგცემ და ის ადამიანი რო გააჩვენე ის მინაში ცხარდა ერთი თვე ნორმალურად იყო საუბრად აი ახლა მოდი ესე წარმოვიდგინოთ ესე რომ ხათუნა თათანაშვილი ახლა ამოიღო ჯიბიდან თანხა და მოგცა თქვენ თავისი პირადი ხელფასიდან გაუშვათ იმიტომ რომ ბიუჯეტის თანხით ეს ნაღდი ანგარიშორებით ვერ მოგცეთ ფიზიკურად ხო თქვენ ეს ყველაფერი გადაიღეთ რაში შეიძლება რომ გამოიყენოთ ეს მასალა არაფერში პირიქით სასიკეთო ამბავში რომ მე თათანაშვილმა ესეთი კარგი საქმე გამიკეთა და ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა ასეთი ეს თათანაშვილს არ წარადგენდა არანაირად ქალბატონო მაშინ თუ მეტყოდა თათანაშვილი რომ მე ეს არ წამადგება მადლობას მოუხდიდი და მე არაფრის გაკეთება სხვა მადლობის მეტი არაფრის საშუალება არ მექნებოდა და ვინმე ხომ არ დაგავალათ რაიმე გარკვეული საზღაური სანაცვლოდ მე დავაყარე ყველა ორგანიზაციას და ყველას მე შვილებს ვფიცავარ რომ კაცი შვილი არ არის ჩარეული და ჩემს მეტმა ეს ამბავი არავინ არ იცის აი ეს არის ყველაფერი და რამდენი წლის ხარ თქვენ 48 წლის ეს შაში რატო გაყავით კაცი ცხოვრობ თქვენ დიახ კაცი ცხოვრობ და ძალიან მინდა რომ აი რა მე მინდა ძალიან რომ დავიჯერო მაგრამ ძალიან არალოგიკურია მე არა მოჭერათ რა იქნებ მოხდეს და ვიხაც და ეხლა რა ხდება პოლიცია რატომ მოვიდა იღებთ კიდე კი თქვენ ვიღებთ აი იღებთ მეორე კამერა ძირფასოთა და მოქალაქეო მე მჯერა თქვენი გულმაწყალების ჯერა რომ ჯერ კიდევ ისი არა ვართ გაქვავებულნი რომ ვერ შეძლო ცხვისი წყურული გვაჩნდეს წყურული ჯერა რომ ეს ჩვენს ისედაც გაჭირებულ მდგომარეობაში არ არის ასიადული მაგრამ ძალიან ვთხოვთ დამეხმარეთ რამენაირად მომეცეს თავშესაფარი რომ გარეთ არ მოვხვდე და გარეთ არ გავატირო გამიჩემალად გულშეფები მოდით გავიხსენოთ და ვიძის სირფები რომ ადამიანის სული გაცილებით მძიმეა ვიდრე სხვა იმდენად მძიმე რომ ადამიანის მისი ტარება არ შეუძლია დავიდრე ცოცხლები ვართ მოდით როგორ დავკოთ ერთმანეთის სული შენ მე სხვა სხვისი და ასე და უსამართლო რამე თუ იმ სხვის გარდაცვალების შემდეგ არ დავუგდეთ და მარტონი არ დავჭერთ ამ თანხას ყველაფერი თქვენ გადასაწყვეტია გინდა პასუხი მაგინდა და რაც ხიზეთ ის გააკეთეთ ყველაში ეკავა კალამი რომელიც ანათებდა და როდესაც ჩვენ საუბრობდით ადამიანი დაჟინებით ითხოვდა 300 ლარის გადახდას ჩვენგან ისეთი რაღაცა ნამდვილად არ მოხდა და ყოფილი ასოციალურად დაუცველი ადამიანები რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ ჩვენთან და არაფრის გადახდას იცი ამ ფულადის სახით ჩვენ არ გვაქვს ეს ფუნება რომ დავახმარებთ თუ დავახმარებით ბიუჯეტიდან ხო ისე როგორ და ფაქტის წინაშე ვიდექით რომ ეს ქალბატონი ითხოვდა პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენგან 300 ლარის გადახდას ანუ თქვენ თვითონ უნდა დაიფიქსირებინა ვიდეოკამერით თანხის გადაცემა? კი, რა თქმა უნდა, ეს უნდა დაიფიქსირებინა და საფუძვლიანი ჭირობს ის რომ ეს ქალბატონი გამოიყენოს ჩემს წინააღმდეგ. ვის შეიძლება გამოიყენებინა? კაცი ყველასთვის ცნობილია, მაყურებლისთვის ცნობილია, რომ საკმაოდ დაძაბული იყო თვეების განმავლობაში მდგომარეობა. ხათუნა თათანაშვილსაც ყავდა ბევრი მოწინააღმდეგე. ვის შეიძლება გამოიყენებინა, რა ეჭიროთ? არ ვიცი, ვის შეიძლება გამოიყენებია, თუმცა რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა ეს ქალბატონი ჩვენთან მოვიდა და ნახევარი საათი ადრე იმყოფებოდა ბურჯანაძის ოფისის წინ. არ ვიცი, ეს მან და ვინ იყენებდა ჩვენს წინააღმდეგ. იყენებდა ჩემი მეგობარი თუ ჩემი მტერი.
განმოკლალიცის მტრებზე გამოსლაპარაკი, ისინი წამბიძური მეთოდებით აპირებს დასწრებას. მიმართეთ თუ არა სამართალდამცავ? სამართალდამცავ ორგანოს მიმართეთ, მტკიცება ამოღებულია, ხალბატონი არ უარყოფს იმას, რომ მოსული იყო ვიდეო კამერით. ის ითხოვს ნამდვილად მე გამიმეორებ, ითხოვდა მხოლოდ დახმარებას ამდენი ხნის მანძილზე და არა ამბიძური მეთოდებით რაიმე პროვოცირებას. ანუ მისი არგუმენტი ასწორად მიუღებელია ჩვენთვის, რომ შემთხვევით თვითონ სურდა პირადი რაღაც მოხმარებისთვის ან გადაღების წარმოება. ეს არგუმენტი მიუღებელია, იმიტომ რომ ნამდვილად იყო ჩემთან ორი პირის ადრე მოსული და ნამდვილად დავინახეთ, რომ გაჭირებული ადამიანი იყო, მაგრამ დღეს ეს გაჭირებული ადამიანი გამოიყენა პირდაპირ მნიშვნელობით თითქოს სახელმწიფოს მტრებმა, რომლებსაც უნდა რაღაცა ასეთი გაჭირებული ადამიანები გააღიზიანონ ხელისუფლების წინააღმდეგ. ხათინა რატო ამბობ სუბრჩენაცის ოფისის წინ ვიყავ? უბრალოდ გამოვლით ის გზა მაქვს გამოსავლელი და ისე გამოვიქრობ. ეს არის განაყოფილებული კალამი, რამდენადაც მე გავიგე და აქედან გამომდინარე თქვენ რომელიც ამბობთ, რომ ერთი პულს იღებით ეკლესიაში, ნამდვილად არ ვფიქრობ იმას, რომ თქვენ ეს კალამი გქონდეთ. უბრალოდ თქვენ ხელს აფარებთ იმას და სარგებლობენ ამით. ის თქვენ მოგაგზავნათ, მაგრამ მე წავს რომ ნამდვილად მოგაგზავნეს და ნამდვილად წავს, ხო ვამბობ რა, მე ხიდავ ახ ეს ყველა ორგანიზაციას რა. არავინ არ არის საერთოდ გაჭირებული ადამიანისათვის არავინ. თქვენ მოხდით პირდაპირ ჩვენ შეგვიძლია სამი ადამიანი. შენ ამაში ეთვიარები გეპარებოდეს, უბრალოდ გაწყობთ ის. გაწყობთ რომ ესე გამოიყენოთ. თორე ნამდვილად არ უნდა გეპარებოდეთ ეჭვი. მაგრამ სხვათა შორის ამათ შეასახლეს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, შესახლებულები არიან მოსახლეობა და იქიდან არ გამოჰყავთ მეუთხარი შემასახლეთ, თუნდაც ზამთარი გამატანებინეთ, როგორც ისინი არიან შესახლებულები, ისე შემასახლეც მე. შვილები რა ხელები ყავთ? 28 წლისა და 25 წლისა. ბიჭი ავადმყოფი არის, ფიზიკურად არ შეუძლია. შაობა ფაქტიურად მეც დავეძებ და რა ვიცი რა გახდა ეს სამშობლო კომპიუტერი გაუწევში არა ხო? კალამის პატრონს გახდა